დი შეხედე ვიდეოში ამ ბიჭს რა მოუვიდა. კიბიდან ჩამოვიდა და როდაეცა მერეც აღრმა უკბინა. მაჩვენი დედა უბედო. დაიმე. აცრიანი ხა ამას 6 თვე ალკოჰოლს კი ვერ დალევს. კაი ნუ ნერვიულობთ როგორმე მიხედავს ერთ თავის თავს და კიდე ყველაფერს ნუ იჯერებთ რაღაც არის TikTok-ი კარგი ხანია გასართობი პლატფორმა მარტო. პოლიტიკური პარტიებიც კი TikTok-ზე არიან უკვე და ვიდეოებს დებენ. ანასტასია პლატფორმა რა არის? პლატფორმა ანუ აი პლატფორმა რა ხო და დამოვიწყდა რას ვამბობდი. ხო TikTok-ი მართლა აღარ არის ხა მარტო გასართობად მაგას ვისჩინები შენ ძმას ყოველ დღე მაგრამ დგას და იჯერებს ყველაფერს ვერ ხედავ. შენ არ იყავი გუშინ ვიდეო რომ აჩვენა ადამიანის შუაზე გაჭრეს და ისევ შეაეცესო. მართალი რო გეგონა და ფოკუსი რო აღმოჩნდა. აუ ეგ ძალიან მაგარი ფოკუსია მე გავაკეთე თო მარიკო და ვიდეოც გადავიღოთ. ხო რადგან ჯენზე უყურებთ უმეტესად TikTok-ს არავის არ უნდა მისცე უფლება რომ შენზე მანიპულაცია მოახდინონ ვიდეოებით. უი მანიპულაციები იცოცხლებლო მაგრამ მე არასოდეს არ ვებმევი მაგათ მახეში. აბა კი გუშინ ერთი ლარი გადამარიცხია იმ ქალთან TikTok ლაივებში როცა ყავს ამღერის ხოლმე. აუ თქვენ მაგარი პრიკოლი დედაშვილი ხართ რა. ხო ნუ მანიპულაცია. მათ შორის ახლა პოლიტიკური მანიპულაციებიც წამოდი და ყურადღება უნდა მიაქციო ყველაფერს. დედა რა კაი პოლიტიკური პარტიაა ნახეს არჩევნებზე ვიყრით კენჭსო. ნახე როგორ დანაპირები აქვთ. წყალი 1 თეთრი, გაზი 3 თეთრი, ჯინსი 80 ლარი, მაისურები 21 ლარი. დედა რა ვიდეოა კაცო ეს? ტყუილი და მარტივი მანიპულაცია. ადვილად ნუ რაფერს უნდა იჯერებ მეთქი გადაამოწმე.